მისამძიმრო პატრიოტის გადაცვალებას კარგი და კეთილშობილი ადამიანი იყო. ჩვენ ძალიან გვაყვარდა პატრიოტი. რამდენი წლის ხარ? 10 წლის. დიდი მადლობა შენ რომ დარეკე. გლოვობს მთელი საქართველო. მართლაც დიდი ეპოქა დასრულდა. უსამძიმრებთ მთელ ქვეყანას დიდი გულის ტკივილით. ერთადერთი რისეული ადამიანი იყო მთელ ქვეყანაზე, მას უყვარდა ქვეყანა. ამას თავის საქმიანობით ამტკიცებდა ხალხის წინაშე. სიტყვები აქ ზედმეტია, დამწუხრებულია მთელი ერი, ქვეყანაში გამოცხადებულია გლოვა. მარტო საქართველოს კი არა, ქართველი ხალხი უყვარდა. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული, რის შესახებაც ჩვენ არ ვიცით. პატრიარქს არასდროს არ უსაუბრია იმ თავის დამსახურებებზე, თავის სიკეთეებზე, რასაც ის ჩუმად აკეთებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. დამწუხრებული არიან ნათლულებიც, ერთ-ერთი ნათლული აგერ ჩანს კადრში, პატარა ბავშვი, რომელიც ეხუტება პატრიარქს. მთელ საქართველოსთან ერთად ისინიც წუხან და ტირიან. ტირი ვარ აქვს სურათებს მოუყურე. ეს ჩვენი დიდებული მამა, მთელი საქართველოს ერის მამა. ცხოვრებაში ერთხელ შევხვდი პატრიარქს საპატრიარქოში. მესამე შვილი ბიჭი მყავს და პატრიარქის ნათლულია და ძალიან ცუდად ყავდა და პატრიარქის დალოცვის შემდეგ მეორე დღესვე მიიღო, მოხდა სასწაული და უოპერაციით გადარჩა და კარგად არის ჩემგან და უმესი მადლობა პატრიარქს. ვიზიერეთ გვეთვა გლოცო უცხევარ უმოშელოთ ჩვენ საქართველოს და შუკვანე. მე მინდა მადლობა დატაუხადო. მადლობთ ქალბატონო, მესმის თქვენი ემოციები. პატრიარქის დალოცვის შემდეგ ბევრი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ფეხზე დადგა და გადარჩა. დიდი ძალა ჰქონდა მის ლოცვას. იმედი წამერთვა, იმედი. ეს საქართველოს უსამძიმრებ ჩვენი პატრიარქის გარდაცვალებას. ყოველ მესამე ბავშვს, რომელიც ოჯახში დაიბადებოდა, პატრიარქი პირადად ნათლავდა და ამან უზარმაზარი გაუმჯობესება გამოიწვია დემოგრაფიული ვითარების. ათელი იყოს მის ეკლესიაში შესვლის დროს მე ერთ სანთებს პატრიარქის ჯანმრთელობას უმთებდა. ათელში იყოს მისი კეთილი სული. ბოლომდე ალბათ ყველას არ გვაქვს გააზრებული, როგორი დიდი დანაკარგია ეს და დანაკლისია ჩვენი ერისთვის. იქიდან ფილოსოფს საქართველოსთვის რომელიც ასე ძალიან უყვარდა. გვესამძიმრებენ ქართველებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები, სხვადასხვა რელიგიის ადამიანებიც განიცდიან, იმიტომ რომ პატრიარქის დამსახურებას, პატრიარქის სიკეთეს და ღვაწლს ყველა ხედავდა, ყველა იცოდა ეს როგორი გამორჩეული სასულიერო პირი იყო მთელს მსოფლიოში. ცოტა ადრე ვასრულებთ, მაპატიეთ, მეც ცუდად ვარ. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.